YouTube-ს გავამარჯოს და მოგესალმებით ჩვენი არხის როგორც გამომწერებო, ისე უბრალო მაყურებლებო. ასეთი ახალი საყვირები ჩამოგვივიდა, შეიძლება ითქვას კოლექცია გამდიდრდა ჩვენი და ახლა მინდა სათითაოდ მოგიყვეთ ამ სასულე საყვირების შესახებ. პირველი ეს არის ხაზარულა იხვის საყვირი, კომპლექტში 2 ცალია. ამ საყვირის შესახებ ჩვენს არხზე წინა ვიდეოში დაწვრილებითა გვაქვს მოყოლილი ყველაფერი ახსნილი, ნათქვამი იქვე კამერის ქვეშ დატესტილი, თუ როგორი ჟღერადობა აქვს და ეხლა ამ საყვირზე დიდი ხანი აღარ გავჩერდები. წინა ვიდეოში ჩვენს არხზე არის ყველაფერი გარკვევით ნათქვამი. შემდეგი მეორე არის ბატის საყვირი. ესეც საკმაოდ ნახეთ, ესეთი ხარისხიანი ნამუშევარია. აკრილის არის ესეც. ჯერ ბატზე ძალიან კარგად არ მაქვს, მე დამუღამებული, ახლა ვსწავლობ ამის ხმების გამოცემას და დამუღამებას. თუმცა ამ საყვირებით ნადირობების ვიდეოები მაქვს მე ნანახი და საკმაოდ შედეგიანი და ძალიან მაგარი და კარგი რამეა. ეხლა მოგასმენინებთ უჯერჯერობით ისე გამართულად და ისე სიზუსტით ვერ გამოვცემ ამ ბატის ხმებს, მაგრამ YouTube-ის სივრცეში არის სპეციალური ვიდეოები, ვიდეო გაკვეთილები, სადაც შეიძლება მისის შესწავლა. ნახეთ. ხონო ეს მარტივი ხმებია ჯერ. იქ არის რაღაც კიდე კომპლექსური ხმები, გადაბმული, გადმობმულები და ასე შემდეგ. და შემდეგ რაც ყველაზე მთავარია, ეს შემდეგი მესამე საყვირი. ეს არის წითელი იხვის სასულე საყვირი, ამგვე სასულე მანუკი. წითელი იხვი რუსულად ქვია ოგარი. ახლა აქ სადღაც სურათი გამოჩნდება. გადამფრენია ესეც. თუმცა იხვზე დიდია, იხვია, მაგრამ სახეობა მიეკუთვნება იხვისას. ესეთი სტაფილოსფერი ცეცხლისფერი, ესეთი კვასკვასა სტაფილოსფერი ფრინველია. ხოდა ბატზე პატარაა და იხვზე გაცილებით დიდია. ესეც ძალიან სერიოზული და მაგარი საყვირია. არ არის იაფიც არ არის, მაგრამ ამ საყვირს ქონდა კიდევ გაცილებით ძვირიანი ვარიანტი და შემდეგ ვთხოვეთ და უთხარით ამის მწარმოებელს და შედარებით, ასე ვთქვათ, ნაკლებ ფასიანია. ეს ახლა აქ ფასებს სპეციალურად არ ვაჟღერებ, მე დამიკავშირდით და აქ დაიწერება ჩემი მესენჯერის მისამართიც და შეგიძლიათ მესენჯერზე მომწეროთ და იქ მოგახსენებთ ყველაფერს. ეხლა კი მოусმინოთ როგორ ჟღერს ოგარის, ანუ იგივე წითელი იხვის ხმები ამ მოცემული საყვირიდან. ვინც იცის, ვინც დაკვირვებულია, ვისაც მოუნადირებია და შეხება ქონია წითელი ხვთან, ნახავს. მოისმინეთ. ესეც ისეთი საკმაოდ ადვილია ამ ხმების დამუღამება და შესწავლა და ესე განსაკუთრებული ეს დამახასიათებელი თავისებურ ხმებს გამოსცემს. თვითონ როგორც ეს ფრინველი, ასევე ეს საყვირი.
Максим бьет. ძირითადად ეს იყო ამ საყვირების შესახებ, რაც მინდოდა მეთქვა, ჯერჯერობით. აი ეს თითო ეგზემპლარი აქვს დარჩენილი და დაგვიკავშირდით მესენჯერის საშუალებით, ან აქვე მოგწერეთ კომენტარებში და ყველაფერზე გაგარკვევთ და დაგაკვალიანებთ. ჯერჯერობით აი სულ ეს იყო. ხო, რაც თავარია კიდე კარგ სათამაშოებს ველოდებით. როგორ ჩამოვა და რა იქნება ჯერ ვერ გეტყვით და თუ ყველაფერი კარგად იქნა, რაც შეგვეთილი გვაქვს და ნაყიდი გვაქვს, ჩამოვიდა ყველაფერი სრულყოფილად, ძალიან მაგარი ვიდეოები გვექნება წელს ჩვენს არხზე. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და ზარის ღილაკი გააქტიურეთ, რომ რაიმე საინტერესო ვიდეო არ გამოგრჩეთ. დღეს სულ ეს იყო. ამით დაგემშვიდობებით. კარგად იყავით, ყველას წარმატებას გისურვებთ. რაც შეეხება ამ წითელი იხვის საყვირს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩა. ეს საყვირი არის კომბინირებული და ამ იგივე საყვირით შეგიძლიათ რუხი ბატის ხმების გამოცემა და რუხი ბატის მოტყუებაც. ამიტომ როგორც გითხარით, ახლა ჯერ ბატის ხმების შესწავლაში ვარ დამუღამებაში, მე თვითონ უყურებ ვიდეო გაკვეთილებს და მე რომ შევისწავლით და კარგად გამოგვივა, ცალკე გაჩვენებთ მაგაზე კიდე ვიდეოს. ასე რომ ეს არის 2-1-ში. წითელი იხვი და რუხი ბატი. აბა დროებით.